აი ესეთი მაგალითი მოვიყვანოთ ახლა ჩვენ. ადამიანი, რომელიც შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ იძულებული ხარ რომ რაღაცა მზრუნველობა გამოიჩინო მასზე. აი მაგალითად სამსახური გაქვს ეგეთი რაღაცა ვთქვათ მომლელად დაიწყე მუშაობა ვიღაცის და სულ არ გიყვარს კი არ იცნობ არც გიყვარს არც გძულს შეიძლება ეს ადამიანი მაგრამ როგორც კი შენ იჩენ მის შესახებ იწყებ მის მზრუნველობას აუცილებლად მოდის სიყვარული აუცილებლად შეგიყვარდება ეს ადამიანი როგორც არ უნდა გაწვალებდეს გაწამებდეს აი მე მინახავს ასეთი მდგომარეობა რომ აი ვთქვათ ვიღაცა ოჯახის წევრს უვლის და ძალიან ბრაზდება ამის გამო რომ ის ჭირვეულია ავადმყოფია საწოლში წევს და რაღაცას წუწუნებს და ამას მოაბეზრა თავი და შეიძლება ეს განცდა აქვს მაგრამ ძალიან უყვარდება ამ მოვლის პროცესში როდესაც მასზე მზრუნველობას იჩენს ამიტომაც გამოიჩინეთ ეს მზრუნველობა ერთხელ წავიკითხე ასეთი რამ რომ მოძღვართან მივიდა ესე იგი კაცი და ეუბნება რომ ერთი ადამიანიო ძალიან არ მსიამოვნებსო მისი ნახვაო და რაღაცაო მაწყენინაო და იმის შემდეგო რაღაცა ცოტა ზიზღს განვიცდიო და უთხრა რომ მისი ტელეფონის ნომერიო გაქვსო კიო და იცი რა ქენია პირველიო ეხლაო რო გახვალო აქედან მის ტელეფონზეო ჩარიცხეო რაღაცა გარკვეული თანხაო ისეო რომ ვერ მიხვდეს ვისგან არისო ხო და ეს გააგვირდა მას რა შუაშია ტელეფონზე რატომ აი მზრუნველობა დაიწყე მასეო რაღაცა გამოავლინეო და ეს ზიზღი გაქრებაო აუცილებლად და მე თუ ის ადამიანი გაიგებს რომ შენ ზრუნავდი მასე დღეს ტელეფონის თანხა ჩაურიცხე ხვალ რაღაცა იქ სადარბაზო დაუხვდა ესე იგი გამოგვილი რაც თვითონ უნდა გაეკეთებინა თავის ხელით და ან რაღაცა შესასვლელი გამოსასვლელი და რაღაცა მის სივრცეს ესე მოვლა პატრონობა ესე იგი განახორციელე ესე ვთქვათ მის მიმართ იცოდეთ რომ აი ეს ადამიანი ხომ განეწყობა შენს მიმართ უფრო ხო მაგრამ იმ ადამიანმა თუ ძალიან მაწყანინა და ამას არ ნანობს აი მე მქონია ესეთი მაგალითი ვიღაცები ამბობენ რომ დრო არის ამის მკურნალი დრო როგორ შეიძლება რაიმე მკურნალი იყოს თუ შენ არ იმუშავე ამ დროში ანუ ეხლა მე რო ვთქვა ესე რომ კაცო გაივლის დრო და მე ვისწავლი რაღაცა უცხო ენას როგორ ვისწავლი თუ არ ვიმეცადინე თუ ამ დროში არ დავჯექი და წიგნი არ გადავშალე და არ მქონდა რაღაცა ხაზი გასმული არ მაქვს იქ რომ ამ სიტყვას კარგად ვერ ვიმახსოვრებდი თუ ვერ ვიმეორებდი რაღაცა უცხო ხო ეს დრომ როგორ შეიძლება ამას უშველოს ამიტომაც ეს შენდობა დრო კი არ შველის ამას რომ მე საკუთარი თავზე მუშაობით ვიწყებ ამ ყველაფერს და ვიწყებ უბრალოდ საკუთარი თავის შეფასებით და მერე ვიწყებ უკვე მუშაობას იმაზე რომ რაღაცა მზრუნველობა გამოვიჩინო მასზე. ერთია რომ შეიძლება ფიზიკური შრომით გამოვხატო, მატერიალურად გამოვხატო, მეორეა ძალიან მნიშვნელოვანი, უფრო ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი, ლოცვით გამოვხატო ეს. რაღაცა თუნდაც ძილი დავიკლო იმისთვის, რომ ერთი კანონით მეტი წავიკითხო და კონკრეტულად ამ ადამიანისთვის ვილოცო.